როგორ უნდა დავეხმაროთ ამ? და შევიმუშავოთ. კარგი კითხვაა და მე მაქვს მაგაზე პასუხი. 1990 ჩემთვის ახალი არ არის, რაც აქ ხდება. 1997 წლის ივნისში. აი ზუსტად იქ ივერიის ქვეშ ეს არ ვიცი, მუდმივი ლოკაციაა თუ რა არის მათი. მე შევხვდი დაახლოებით 20 ასეთ ბავშვს, მაშინ 97 წელს. და ვსთხოვე, რომ მოსულიყვნენ ჩვენთან რედაქციაში, გვახსოვს მაშინ მქონდა ახალგაზრდული გაზეთი. ვთხოვე და მოვეყოლეთ თავად შესახებ. ის რასაც თქვენ აკეთებთ, ის ჩვენ ცადეთ 97 წელს და მივიღეთ შედეგი და რა შეიყო შედეგი, იცი? ზურაბ ქაფიანიძეს მოვკიდეთ ხელი და ზურაბ ქაფიანიძე მივიყვანეთ აი აქ, ამ ადგილზე ამ ბავშვებთან. იმ 20 ბავშვიდან 14-მა თავი დაანება ამ სექტას. ზურაბ ქაფიანიძესთან საუბრის შემდეგ. იმ 20 ბავშვიდან 14-მა თავი დაანება ამ სექტას. ზურაბ ქაფიანიძესთან საუბრის შემდეგ. იმ 20 ბავშვიდან 14-მა თავი დაანება ამ სექტას. იმ 20 ბავშვიდან 14, იმ 20 ბავშვიდან 14, იმ 20 ბავშვიდან 14, იმ 20 ბავშვიდან 14-მა თავი დაანება ამ სექტას. ზურაბ ქაფიანიძესთან საუბრის შემდეგ. ეს იყო წერტილოვანი დარტყმები, რომელსაც ჩვენ ვაკეთებდით. ვკიდებდით ხელს და ისეთი ავტორიტეტები, ვინც შეიძლება ყოფილიყო იმ ცხოვრებაში, ვიყვავდა აი ამ ბავშვებთან. შობელს რო დიდი როლი აქვს, მოდი შევთანხმდეთ ამაზე, რომ შობელმა შეიძლება უკვე ვეღარ გამოიჩინა ყურადღება რაღაც მიზეზების გამო. სკოლა ეს საერთოდ უკვე დახურული თომა, სკოლა უნდა იყოს მეორე, პირველი უნდა იყოს შობელი და მესამე უნდა იყოს სახელმწიფო. მე ასე ვალაგებ და ის რაც ჩვენ მოვიფიქრეთ და ჩვენ გავაკეთეთ, გამოვიდა ავტორიტეტები არ აყავთ ამ საზოგადოებას. მათთვის ავტორიტეტი ვინ არის? იცით, მიდი გადაისერე ხელი ეტყვის და ისიც გადაისერეს, მაგარია. ამათ ჭირდებათ ავტორიტეტები. მათთვის შობლები არ არიან ავტორიტეტები. სამწუხარო. აი, ირმა სოხაძე უნდა მიუყვანო. რას ქვია? რას როგორ არ უშველის? უშველის. მე პრაქტიკა მქონდა ირმა და იმიტომ ზურაბ ქაფიანიძე მიუყვანო. მაგაზე უარს, მაგრამ სახელმწიფოზე ფეხებზე კიდია ეს ბავშვები და ყველა ფეხებზე კიდია დამიჯერეს. მაგაზე უარს, მაგრამ სახელმწიფოზე ფეხებზე კიდია ეს ბავშვები და ყველა ფეხებზე კიდია დამიჯერეს. მაგაზე უარს, მაგრამ სახელმწიფოზე ფეხებზე კიდია ეს ბავშვები და ყველა ფეხებზე კიდია. ის თავენ პრობლემები აქვს იმ ბავშვებს და არა 100-ია ეს მე რადიკალურად კუკარაჩები გჭირდება, რადია, ბევრი კუკარაჩა, კუკარაჩები გჭირდება, რადია, ბევრი კუკარაჩა. ამ პოლიციას ეს გადაღება და რა ვიცი, რაღა იმათ არ ჩხრეკენ. არა, გონივრული ეჭვით, ბესუჩუბიძე თვალია. ის არ გონიათ, რომ გონივრული ეჭვით ვიღაცა იქ რაღაცას აკეთებს. აი ეს ადამიანები უნდა მიდიოდნენ იქ. ამავეები უნდა მიდიოდნენ და პირდაპირ განათლებული ბავშვი ეგეთ რამეს არ გააკეთებს. ის ჩვენს მარჯვნივზის ახლა. რელიგია და აი ესენი გააკეთეს. ესენი უნდა მივიდნენ პირდაპირ იმათთან. განათლებული და ჯანსაღი ცხოვრების წესით და არის. თუნდაც ახლა რო დამთავრდება გადაცემის ჩაწერა, ავდგეთ წავიდეთ ერთხელ. მეორედ ეს ხალხი, მესამედ ეს ხალხი. ანუ როგორ მე მაგალითად როგორ არის შორის 97 წელს და 2000 კი რომელია ახლა 2016 წელს მივიდნენ და ნუეზარებად კონკრეტულ ადამიანებს. აბსოლუტურად სხვა თაობა. ნუეზარებად არავითარ თაობა. აბსოლუტურად სხვა თაობა არის. ჩემი შვილი არის 5 წელს. არა კაცრავად ერთი შეგეხმო. ბავშვისთვის აღზრდის პროცესის დროს წამორტყმა შეიძლება? წამორტყმა საჯდომზე ჯობია, მაგრამ აქ არის ხავარქვა თავის სახელებით. შეიძლება თუ არ შეიძლება. მაგრამ აქ არის რა არის, იცით, გააჩნია წამორტყმევაში თქვენ რას გულისხმობთ? იმას რასაც პირდაპირ გეუბნებით. ცემატყეპას არა, თქვენ ძალიან კარგად ხვდებით რასაც. სიყვარული წამორტყმევა შეიძლება? აბა რა, საკუთარ შვილს ისე როგორ? კი ბატონო, სიყვარული წამორტყმევა შეიძლება, მაგრამ სახეზე არა. წლის წინამდე ჩანაწერზე მივიღე პასუხი. გვარდასახეს რა თქმა უნდა არ დავასახელებთ. ძალიან საყვარელი მომღერალი მართლა ვარსკვლავი, მისი შვილი. არანაკლები უმაგრესი ადამიანი იყო აი ამ საზოგადოებაში, რასაც ჩვენ უყურეთ ბევრი წლის წინ. არც სახელმწიფო დაეხმარა, ვერც სახელმწიფო, ვერავინ ვერ ამოიყვანა ის საზოგადოება და რა საზოგადოებაშიც კინაღამ ჩარჩა ის, მოდი ვთქვათ, გოგონა. და ისე მშობელმა, ისე დედამისმა და მისმა სამეგობრო ამოიყვანა. ანუ ჩვენ ჩამოვყავთ, მე ვიც ხვდება ახლა საზოგადოება ვიზერ საუბრობ. ერთი წუთი, აი სად მივედი, უყურე, ვისაც მშობელი არ ყავს, ის სად, მაშინ ჩვენ უნდა უმშობლოთ, არ ვიცი ქართულად ვამბობ, ჩვენ უნდა ვიყოთ მათი მშობლები. პირველი მშობელი, მეორე სკოლა, მესამე სახელმწიფო. სად არის რელიგიის როლი აქ? სად არის რელიგიის როლი აქ? სად არის რელიგიის როლი აქ? სად არის რელიგიის როლი? სად არის რელიგიის როლი და მამაო გისმენთ? სად არის რელიგიის როლი? ერთმანეთ აღმდგარი ქრისტეო ჩავიდეს. მათთან არავითარ რეაქცია არ იქნება. არავითარ რეაქცია არ იქნება. და რეაქცია არ იქნება იქ. თქვენ სადეთ და იქნებ გამოგივიდეთ ხალხო მე კი ამხამაღლა სადეთ იქნებ გამოგივიდეთ ღმერთზე უნდა ელაპარაკო არა ინტერესებს ეს ვინ გითხრა თუ არა სადეთ იქნებ გამოგივიდეთ სადეთ
იქნებ გამოგივიდეთ. სადეთ. რეაქცია არ იქნება იქა. იმიტომ რომ მათთვის ფასეულობა არ არსებობს. მაქვს უფლება არ დაგეთანხმოთ, მამაო? მაქვს ამის უფლება. კოსტ მე ძალიან მინდა რომ უფრო ღრმა რელიგიურად მესაუბროთ თქვენ, იმიტომ რომ მე ვერ გავიგე. რას ქვია ავტორიტეტებში აბა მე რას გულისხმობ? იმას გულის, რას ქვია არ ჩავალთ და რომ როგორ არ აქვს აზრი? აზრი ყოველთვის აქვს წერტილოვან დარტყმებს. მე სადე და გამომივიდა, მამაო. სადე და გამომივიდა, პაპაკი. როგორ არის თქვენ არა თქვით ერთი და იგივე თაობაა? 97 არც ეგ არ მithქვამს, აღარ მომისმინოთ. მე თქვი რომ ხალხი, ბავშვები და თაობა არის ისეთივე როგორც არის, მაგრამ ეპოქა არის სხვა. ღირებულებები ხოჭილდებათ ამ ადამიანებს. არ არსებობს ღირებულება დღეს. და გაუჩინოთ ღირებულებები თქვენ, რატო ვერ გაუჩინოთ? გაუჩინოთ ღირებულებები თქვენ, რატო ვერ გაუჩინოთ? გაუჩინოთ ღირებულებები თქვენ, რატო ვერ გაუჩინოთ? მე ჩავედი, ვეცადე და ჩაუყვანე ავტორიტეტები. 97-ში ეხლაც ჩავალ და ეხლაც ჩაუყვან. მოკიდე ღმერთი ვიცი რომ გამომივა რაღაცა 20-დან 10 თქვენ სადეთ და იქნებ გამოგივიდეთ ხალხო მე კი ამხამაღლა სადეთ იქნებ გამოგივიდეთ პატიეთ რელიგიის დანიშნულება სულ სხვა რაღაცა არის სულიერი მართლმადიდებლობის დანიშნულება არის ახალგაზრდობის გადარჩენა მე სულიერი მართლმადიდებლობის დანიშნულება არის ახალგაზრდობის გადარჩენა ვერც ერთი ავტორიტეტი ვერ აუგზავნავს რაში არ ეთანხმები? იმაში რომ მოკიდებ გია ჯაჯანიძეს ხელს და ამას ჩაუყვან და აი ეს რომ დღევანდელი სერიალები აი ამ კაცს მოკიდებ ხელს და მამაოს მოკიდებ ხელს თვითონ თუ არ უნდა ჭასვა და მე ჩავიყვან დღევანდელი ქართული ფილმებიდან ვინ არიან ავტორიტეტები? ნუ გადაიკეთე რომელი სტალონია ჩემთვის ავტორიტეტი ხო ვერ ჩაუყვან ეთანხმები აბსოლუტურად ვინ არის ავტორიტეტი? ჩვენ ერთი და იგივე რაღაცაზე ვსაუბრობთ ვინ არის მე ავტორიტეტი? უყურე მანჩო შენი გამოსავალი რაში 77 წლის ბავშვებისთვის ავტორიტეტი ჩემი გამოსავალი არის ეს დედა ბევრი კიდე ძალიან ჩემთვის გამოსავალი არის ეს ერთი წუთი ჩემთვის გამოსავალი არის ეს მოვკიდო ჯაჯანიძეს ხელი ერთხელ ჩაუყვანო ელაპარაკოს მეორედ ჩავკიდო ხელი მამაოს და მათთან ერთად ველაპარაკო ეს მე მგონია გამოსავალი რაზე ელაპარაკო თქვენ რაზე უნდა ელაპარაკოთ მამაო ბავშვებს ეხა ღმერთზე უნდა ელაპარაკოთ არა ინტერესებს ეს რაზე ელაპარაკო თქვენ რაზე უნდა ელაპარაკოთ მამაო ბავშვებს ეხა ღმერთზე უნდა ელაპარაკოთ არა ინტერესებს ეს ღმერთზე უნდა ელაპარაკოთ ღმერთზე უნდა ელაპარაკოთ ღმერთზე უნდა ელაპარაკოთ მდგომარეობამდე თვითონ არა მოინდომოდა დაელაპარაკო მდგომარეობამდე თვითონ არა მოინდომოდა დაელაპარაკო არ შემიძლია არ აღნიშნო რომ თქვენი სახელი უკაცრავად ჩემი ბატონო ბესო ანუ როგორც გამოიკვეთა თქვენი ეგრეთ წოდებული ჰობი გახლავთ მოზარდების პირად სივრცეში შეჭრა ანუ ეს პირად სივრცეში ეს ჩავკიდოთ ხელი და მივიყვანოთ და ველაპარაკოთ ანუ ჯერ უნდა ვკითხოთ უნდა თუ არა მოზარდები კი არ უნდა მივიყვანოთ მოზარდებთან დიახ და ჯერ უნდა ვკითხოთ ამ მოზარდებს უნდა თუ არა თქვენი მოსმენა იმათი სახელით რატო საუბრობ? სწორად გამი, ცოტა ხმამაღლა შეიძლება საუბრობ, ემოციური ტიპილა. პირველ რიგში აღნიშნავ რომ ერთი წუთით ვაცადოთ ერთმანეთს, მივიღოთ ინფორმაცია რა ხდება და შემდეგ არა, კაცი რო ტყუილს ამბობს რომ შენ არ მოგისმენენ, ეს 23 წლის უკან, მე ბიჭო 23 წლის უკან მომისმინეს და 23 კაცი გადავარჩინე და შენ ეხა მე კიდე რაღაც ჰომოფობობა შემტენე კიდე მე ფობობა უпроსორი. რო შემოდიხარ იმ გონორით კი არ უნდა შემოხვიდო რა ის შენ სახელი არ ვიცი შენი ბესო ჩუბინიძე კიდე ერთ ფობი აღმოგიჩინე ესე კი არ უნდა არა ბესო ერთი წუთი რა ერთი წუთი მითხარი გამოსავალი თუ საუბრობ იმ ადამიანების პირით მითხარი ეს წეპყელი სიტყვები რას არახუნებ და პრობლემაზე ელაპარაკ მითხარი შენი გამოსავალი მე ამაში ვხედავ ჩემ გამოსავალს ეხლა ესე ჩხუბით არ ჩხუბობ ბიჭო ხმამაღლა ვლაპარაკობ შენ ბესო არ ჩხუბობ ესეთ ხმამაღალი ტიპია რა ანუ ყველსახვრელთა მოიყვას ენათკვილად მოუბარი აქედან გავბნერე არიან გველები რო აშუაშია ეხლა გველები კაცო ხომიხი შერაცალხი გია ეხლა ვახურებთ თქვენ მე მიატკეცებთ ჩემს აზრს იმის წინააღმდეგ რომ თქვენს აი ემოხარო გია მკითხა და არაო თქვით ხო არც ყოფილხართ არასოდეს ნუ ემოკულტურა მომწონდა იყავ თქვი აღიარე რომ მოგწონდა და ერთი წუთი იყავი და ერთი წუთი სიტყვები რა ბავშვები თუ 23 წლის კაცი არის თოლო იყო 7 წლის შვილი მყავდა მომისინე შენ მე მიატკეცებ აზრს ეხლა რომ შენ უბრალოდ არ გინდა ჩემისთან ბჭყალებში აგრესიული ხალხი თქვენ ვერ მიხვალთ და ვერ დაელაპარაკებით არ გინდა რომ მივიდეს და გამოსწორდნენ ის ადამიანები მე ესე მგონია გამოსწორდნენ ხო მე მგონია რომ ესე გინდა გამომხედე ჩემი შვილის ხელა ბიჭებს ელაპარაკები და ეხა იმათ კი ნუ ელაპარაკები ეხა მომიტრიალდი და ამათ რო ებლატავები მე მებლატავები ეხა გაფრთხილებ კაცრად მე გაფრთხილებ კაცრად სამი ბიჭი მყავს ჩემ შვილს
შენ შვილს როგორც არავის არ დავალაპარაკებ, ისე არ მოგცემ უფლებას ამ ტონალობაში ელაპარაკო ამ მარტო იმიტომ დავჯდები ეს არის გამორიცხული. მარტო იმიტომ დავჯდები რომ ქალბატონო ხოდა თუ არა და კიდევ ნახავთ ვისიც აჯობებს. მარტო იმიტომ დავჯდები რომ ქალბატონო მარტო იმიტომ დავჯდები რომ ქალბატონო მარტო იმიტომ დავჯდები რომ ქალბატონო გია ჯაჯანიძესთან ერთად და მე ვარ დარწმუნებული, ყველა პრობლემა მოგვეხსნება. ყველანი კარგად ვიქნებით თუ გვეყარება ერთმანეთი.